ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი წარმოგიდგენთ. საქართველოს ისტორიის გაკვეთილები. საქართველოს ეროვნული გმირი ვლადიმერ გოგუაძე. ნაწილი პირველი. გრიგოლ რობაქიძე ვალოდია გოგუაძის შესახებ წერდა. ვალოდია ამოზრდილი იყო ქართული ეპოსითგან. ეს მაგარი, მტკიცე, ურყევი, უდრეკი, უტეხი, უშიშარი, როგორც თავგამოდებული მებრძოლი თავისუფლებისათვის სამშობლოისა. თვითონ ჯავშანი, საარაკო ბელადი შემართებელი ჯავშნოსანისა. არავით არის სიძნელის წინაშე უკან არ დამხევი. ძალაყრით მოშვიდული, ყოველი დაბრკოლების გადამლახავი. მე-20 საუკუნის დასაწყისის საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და წინააღმდეგობრივი ეპოქა იყო. ქვეყანა ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში იმყოფებოდა, თუმცა ძველი პოლიტიკური წესრიგი თანდათან ირღვეოდა. საზოგადოების სხვადასხვა ფენაში იზრდებოდა თავისუფლებისა და სამართლიანობის მოთხოვნა. კავკასია კი რევოლუციური მოძრაობებისა და სამხედრო დაპირისპირებების ეპიცენტრად იქცა. სწორედ ამ ეპოქაში გამოჩნდა ადამიანი, რომლის სახელიც მომავალში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო ისტორიას სამუდამოდ დაუკავშირდებოდა. ვლადიმერ, ანუ ვალოდია გოგუაძე იყო კაცი, რომელმაც მძიმე შრომით დაიწყო ცხოვრება, მრავალ ბრძოლაში გამოიწრთო ხასიათი და საბოლოოდ იქცა იმ ადამიანად, რომელსაც საკუთარი სიცოცხლე საქართველოს დამოუკიდებლობის სამსახურს მიუძღვნა. ვლადიმერ გოგუაძე 1880 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ ჭანჭათში მრავალშვილიან გლეხის ოჯახში დაიბადა. მისი მშობლები საბა და ელისაბედ გოგუაძეები მძიმე შრომით ცხოვრობდნენ. ოჯახში 11 ბავშვი იზრდებოდა, თუმცა 4 მათგანი მცირეწლოვან ასაკში დაავადებას ემსხვერპლა. მცირე მიწიანობის გამო ოჯახს ხშირად თავადების მიწების იჯარით დამუშავება უწევდა, მაგრამ გაწეული შრომა არსებობისთვისაც კი ძლივს ყოფნიდათ. ვალოდიას ბავშვობა სიღარიბესა და მძიმე შრომაში გავიდა. სკოლაში მხოლოდ რამდენიმე წელი ისწავლა. ოჯახური მდგომარეობის გამო სწავლაზე უარის თქმა და მუშაობის დაწყება მოუწია. ჯერ მოჯამაგირედ მუშაობდა, მოგვიანებით კი სამუშაო საძებნელად ბათუმში გაემგზავრა. იქ ქარხნებში ყოველდღიურად მძიმე ფიზიკურ შრომას ეწეოდა. მოგვიანებით კვლავ გურიაში დაბრუნდა და ხე-ტყის დამზადებაზეც მუშაობდა. სწორედ ამ წლებმა ჩამოუყალიბა განსაკუთრებული გამძლეობა, შრომის მოყვარეობა და შეუპოვარი ხასიათი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოარჩევდა. 1900 წელს 20 წლიანი ასაკის მიღწევის შემდეგ ვალოდია გოგუაძე რუსეთის საიმპერატორო არმიაში გაიწვიეს. სამხედრო სამსახური ოდესაში დაიწყო, სადაც მალე გამოიჩინა თავი დისციპლინითა და ზუსტი სროლით. ამის შემდეგ იგი უნტერ-ოფიცრის მომზადების კურსზე გადაიყვანეს, ხოლო 1901 წელს მისი ქვედანაყოფი მანჯურიაში გაგზავნეს, სადაც რუსეთის სამხედრო ინტერვენციაში მიიღო მონაწილეობა. თითქმის 1 წლის შემდეგ კვლავ ოდესაში დაბრუნდა. სამხედრო სამსახურში ყოფნისას მოხდა შემთხვევა, რომელმაც მის მსოფლმხედველობაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. ერთხელ მის სამხედრო რაზმს მუშათა დემონსტრაციის დარბევა დაევალა, თუმცა გოგუაძის რაზმმა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ცეცხლის გახსნაზე უარი განაცხადა. ამის გამო სამხედროები მკაცრად დასაჯეს. სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ გოგუაძე ბაქოში გადავიდა და რკინიგზაზე დაიწყო მუშაობა. სწორედ იქ დაიწყო მისი ცხოვრების სრულიად ახალი ეტაპი. ბაქო კავკასიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამრეწველო ცენტრი იყო, სადაც მუშათა მოძრაობა და რევოლუციური იდეები სწრაფად ვრცელდებოდა. ვალოდია ესწრებოდა მუშათა შეკრებებს, კითხულობდა აკრძალულ ლიტერატურას და მალე ბაქოს რკინიგზელთა სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციას შეუერთდა.
როგორც რკინიგზის თანამშრომელს, მას მნიშვნელოვანი და სახიფათო დავალებები ევალებოდა. არალეგალური ლიტერატურა სწორედ მისი დახმარებით გადაადგილდებოდა ბაქოსა და თბილისს შორის. რევოლუციური მოძრაობის გაძლიერებასთან ერთად პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეიარაღებული შეტაკებებიც გახშირდა. გოგუაძე, როგორც გამოცდილი სამხედრო, რკინიგზელ მუშათა სამხედრო რაზმის ხელმძღვანელად აირჩიეს. მოგვიანებით იგი სამხედრო რევოლუციური საბჭოს წევრიც გახდა. ხელმძღვანელობდა იარაღის საიდუმლო საწყობებს, მონაწილეობდა არაერთ შეიარაღებულ ოპერაციაში და არაერთხელ შეეჯახა სამეფო პოლიციას. ამ პერიოდში ბაქოში მას დიდი ვალოდია შეარქვეს. ხელისუფლებამ იგი კანონგარეშედ გამოაცხადა. მის დაჭერასა და მოკლაზე ჯილდოც კი დააწესა. მიუხედავად მუდმივი დევნისა, გოგუაძე პოლიციას ყოველ ჯერზე უცხლდებოდა. მოგვიანებით საკუთარ მოგონებებში წერდა, რომ ყველაზე სახიფათო დავალებებს ხშირად მარტო ასრულებდა, რადგან ასეთ დროს გადაწყვეტილებას მხოლოდ საკუთარ თავზე იყო მინდობილი. 1908 წლის ბოლოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ბაქოს დატოვება მოუწია. ოპერაციის შემდეგ იგი ჯერ სოხუმში, შემდეგ კი მშობლიურ გურიაში დაბრუნდა. ერთი შეხედვით, თითქოს მისი ცხოვრების ყველაზე მღელვარე ეტაპი დასრულდა, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი ახლა იწყებოდა. იმ წლებში გურიაში მძიმე მდგომარეობა სუფევდა. სხვადასხვა შეიარაღებული დაჯგუფება და ყაჩაღდა ბანდები მოსახლეობას მუდმივად არბევდნენ. გოგუაძე კვლავ საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაერთო და ადგილობრივ სოციალ-დემოკრატიულ კომიტეტთან ერთად წესრიგის აღდგენას შეუდგა. 1910 წლის 17 ნოემბერს სოფელ გუთურში მისი ინიციატივით გაიმართა შეკრება, რომელსაც 90-ზე მეტი ფირალი ესწრებოდა. გოგუაძე მათ ყაჩაღობის შეწყვეტისა და მშვიდობიანი ცხოვრებისკენ მოუწოდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მის მოწოდებას არ დაემორჩილა, ეს შეხვედრა გურიაში ვითარების შეცვლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მცდელობად იქცა. მომდევნო წლებში მას არაერთი შეიარაღებული დაპირისპირება მოუხდა ყაჩაღურ დაჯგუფებებთან. 1916 წელს ხიდის თავთან მომხდარი შეტაკებისას ვალოდია გოგუაძე მძიმედ დაიჭრა მუხლში. მისი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ თანამებრძოლებს იგი სოფლებიდან სოფლებში მალულად გადაჰყავდა. ერთდროულად ეძებდა ჟანდარმერიაც და მისი მოწინააღმდეგეებიც. ამიტომ ადგილობრივი მოსახლეობა სიცოცხლის რისკის ფასად აფარებდა თავს და მკურნალობდა. მხოლოდ 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ გახდა შესაძლებელი მისი თბილისში გადაყვანა. რამდენიმე რთული ოპერაციის შედეგად ექიმებმა ფეხის შენარჩუნება შეძლეს, თუმცა ტრამვის კვალი სიცოცხლის ბოლომდე გაყო. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ყავარჯნებით გადაადგილდებოდა, მაგრამ მძიმე ჭრილობა მისი ბრძოლისთვის მზადყოფნა ვერ შეარღია. 1917 წლის ბოლოს ძველი იმპერია საბოლოოდ იშლებოდა. კავკასიაში ძალაუფლებისთვის ბრძოლა იწყებოდა, ხოლო ქართველები საკუთარი შეიარაღებული ძალების შექმნას ცდილობდნენ. სწორედ ამ დროს ჯერ კიდევ სრულიად მოუშუშებელი ჭრილობით ვალოდია გოგუაძე კიდევ ერთხელ დადგა ისტორიის გზაგასაყარზე. წინელოდა ბრძოლა, რომელიც არა მხოლოდ მის ბედს, არამედ საქართველოს დამოუკიდებლობის მომავალსაც განსაზღვრავდა. პირველი ნაწილის დასასრული. ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი, დოკუმენტური ფილმების სტუდია. გადაცემაზე მუშაობდნენ დამდგმელი რეჟისორი, პროდიუსერი, იდეის ავტორი მალხაზ გულაშვილი, სცენარის ავტორი, მონტაჟის რეჟისორი, ხმის რეჟისორი მირზა ცხოიძე. გახმოვანება ლაშა მურჯიგნელი.